საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ერთ წელში ქვეყანაში მანქანის მართვის უფლება თითქმის 30,000 ადამიანმა მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მონაცემია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება იმ მაჩვენებელს, რაც ქალაქის გამოცდის დამატებამდე იყო. რა კატეგორიებზე გაიცემა ყველა ეს დიდი რაოდენობით მართვის მოწმობები და რატომ საუბრობენ სპეციალისტები ისევ ავტოსკოლების რეფორმის საჭიროებაზე? მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ავტოსკოლების რეფორმის საკითხსა და სწავლების ხარისხზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელმაც გასულ 2025 წელს მართვის მოწმობის აღება შეძლო 76 წლის კაცია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2025 წელს საქართველოში 29,684 მართვის მოწმობა გაიცა, რაც 2024 წელთან შედარებით მცირედი, თუმცა მაინც გაზრდილი მაჩვენებელია. ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მართვის მოწმობა თბილისში გაიცა და თითქმის 10,000 მიაღწია იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც მანქანის ტარების უფლება მოიპოვა. გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობით ლიდერების სიაში არიან იმერეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებიც. რაც შეეხება გენდერულ საკითხს, იმ მამაკაცების რაოდენობა, ვინც გასულ წელს მართვის მოწმობის აღება შეძლო, თითქმის ორჯერ აღემატებოდა ქალბატონების რაოდენობას. ავტოსკოლებში ამბობენ, რომ მათთან მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა A და B კატეგორიის მართვის მოწმობებზე. მიმართვიანობის განსაკუთრებული შემცირება კი CE კატეგორიაზე ფიქსირდება, რაც განაპირობა იმან, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოცდაც 2025 წლის ბოლოდან ქალაქის სივრცეში გავიდა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეტაპობრივად სხვადასხვა კატეგორიისთვის საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება 2022 წლიდან გართულდა, რაც პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ცხადია, ამან გამოიწვია ის, რომ ქალაქში გამოცდის ჩაბარების დამატების შემდეგ გაცემული მართვის მოწმობების რიცხვი შემცირდა. მაგალითისთვის, თუ 2021 წლის განმავლობაში 48,000-მდე მართვის მოწმობა გაიცა, 2022 წელს ეს მონაცემი უკვე 30,000-ის ფარგლებში იყო. მართვის მოწმობების რაოდენობაში არ არის პრობლემა და რაიმე განსაკუთრებულ სურათს ეს არ გვაჩვენებს, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით რამდენი ავტომობილი შეიძლება დაემატოს ყოველწლიურად ავტოპარკს, იმიტომ რომ მართვის მოწმობის აღება მაინც დაკავშირებულია ავტომობილების რაოდენობასთან. აქ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ, როგორ მოვიხმართ ავტომობილებს, ეს არ შეესაბამება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. მაგალითად 500 მეტრისთვის, 1 კილომეტრისთვის, კილომეტრნახევრისთვის სახლიდან სამსახურში წასასვლელად ვიყენებთ ხოლმე ავტომობილს, რაც არ არის კარგი პრაქტიკა და კარგი პრაქტიკა იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვიყენებდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამისთვის. ავტომობილის მოხმარების კულტურა ჩვენი განსხვავებული არის ევროპული კულტურისგან. წლიდან წლამდე მართვის მოწმობის სურვილების მოთხოვნა მზარდია. 2026 წელთან შედარებით 25 წელს იყო მზარდი C და C კატეგორიაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის შემცირებული არის, ვინაიდან ქალაქის გამოცდა დაემატა. თუმცა აქტუალური რჩება A და B კატეგორია მოტო და მსუბუქი ავტომობილი. რაც შეეხება თავად გამოცდის ხარისხს, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამბობენ, რომ გამოცდაზე ცოდნის მოთხოვნა უფრო ამაღლებულია. გარდა ამისა, საგამოცდო სისტემაში არ არის კორუფცია, რაც დადებითი ტენდენციაა, თუმცა კვლავ არსებობს რისკი, რომ მართვის მოწმობა უცოდინარი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი საგამოცდო სისტემაც კი ვერ დაადგენს მართვის მოწმობის მაძიებელს, აქვს თუ არა შესაბამისი უნარჩვევა ან ცოდნა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა ეს უნარი ავტოსკოლებში ყალიბდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია ავტოსკოლების რეფორმა, რაზეც ისინი წლებია მიუთითებენ. სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დღეს ავტოსკოლების საქმიანობა სრულად რეგულირების მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაფუძნება ყველანაირი ლიცენზიისა თუ სერტიფიკატის გარეშეა მარტივად შესაძლებელი. ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო რეფორმას აუცილებლად მიიჩნევენ თავად რეგისტრირებული ავტოსკოლებიც. ჩვენ ავტოსკოლების თემა კვლავ გვაქვს გაყინულ მდგომარეობაში, აშკარაა რომ საჭიროებს რეფორმას, იმიტომ რომ რთული გასარკვევია, ვინ არის რეალურად ავტოსკოლა, ვინ არის თვითმარქვია ავტოსკოლა, რომელიც რეალურად ამზადებს კოდირების და ხრიკების გზით, რომ თეორიული გამოცდის მოტყუება მოხდეს. ამიტომ თუ ეს განათლების რაღაც სიღრმეში არ წავედით და განათლების სიღრმე ამ შემთხვევაში არის ავტოსკოლა, მართვის მოწმობა მაინც მოხდება საეჭვო ცოდნის მქონე პირების ხელში და თუ ადამიანს აქვს მართვის მოწმობა და მან არ იცის
საგზაო მოძრაობის წესები ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად პოტენციური მკვლელი ხდება საჭესთან. ამიტომ მოუწოდებთ ჩვენ და ბევრჯერაც გვითქვამს და გვისაუბრია, რომ გასატარებელი არის ძალიან სწორი, ადეკვატური რეფორმა ავტოსკოლებში, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მართვის მოწმობა მოხდეს მცოდნი ადამიანების ხელში. ფასებს რაც ეხება წინა წელთან შედარებით სამწუხაროდ გაძვირებულია ღირებულება სწავლების, იმიტომ რომ გადასახადები ძვირდება და ასევე არაკონკურენტუნარიანი გარემო არის, ვიღაცა ვისაც არ უწევს გადასახადების გადახდა, შესაბამისად დაბალი ღირებულებით ასწავლის და ჩვენ ვინცაც გვიწევს გადასახადების გადახდა, მათთან შედარებით უფრო გვაქვს შესაბამისად მეტი თანხა. შეგახსენებთ, სპეციალისტები ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას და კონტროლის გამკაცრებას წლებია ითხოვენ. ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი ავტოსკოლა ფუნქციონირებს ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად მათი რიცხვი შესაძლოა 800-ზე მეტი იყოს. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.